მის მიერვე არაღიარებულ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხტომაზე ყოფნის 6 საათი გიორგი გახარიას ძვირად დაუჩნდა. არასასრულო შეკითხვებზე თავის არიდების მიუხედავად, ყოფილი პრემიერის პასუხებში მმართველმა გუნდმა ტყუილები, ოპოზიციამ კი ღალატი ამოიკითხა. დიდი ბოდიში მეგობრებო და ვინც პირანიებივით ესეოდით ყველას გახარიაზე ეჭვს ვინც გამოთქვამდა ახლა იგივე სიანჩხლით რომ იძახით გახარია რომ ყავს რომელიმე ფორმატში ოპოზიციას ის რა ოპოზიციაო ან ლოგიკის პრობლემა გაქვთ ან ბავშვური ჟილკობის და უმწიფარობის ან სინდისის გახარიაც ქოცია იზინა ივანიშვილიც ქოცი და მოღალატია ყობახიძეც ქოცია ყველანი არიან ერთად დიდი საქოცელი. ფარსში როცა მონაწილეობ ფარსის ნაწილი ხარ. პარლამენტში და კომისიაში მონაწილეობა არის ოცნების გაправება. წერტილი. რა უსირწყვილო და უთავმოყვარეოა გახარია. თვითონ ზის უსირწყვილოდ პარლამენტში. ამ დრომდე უბრალოდ შატალოზია, არ დადიან, მაგრამ ხელფას და პარტიულ დაფინანსებას საკენკივით იღებენ. აправებს ღალატის კომისიას და მარტო რომ არ იჯდეს ქოცის კასრში. მოინდომა სხვების გათხრაც. აი სწორედ ეს უგვანი ჭორიკნობაა, რაც ივანიშვილისგან იმემკვიდრეთ. რის გამოც ხართ ქოცი, ოღონდ ობოლი ქოცი. საგამოძიებო კომისიაზე მისვლის გამო გახარია ოპოზიციური 4-ხეულიდან საბოლოოდ გარიყეს. ის ახლა გარიყულთან ერთად გაშიფრულიცაა. საგამოძიებო კომისიაზე მოსმენილი მმართველმა გუნდმა დანაშაულების აღიარებით ჩვენებად მიიღო. მათ შორის მთავარ შეკითხვაზეც იყო თუ არა თანამდებობიდან მისი გადადგომის გადაწყვეტილება. უცხო ქვეყნის დირექტივა გიორგი გახარია ჯერ დაიბნა, შემდეგ გახსენება გაუჭირდა, ბოლოს კი მაინც აღიარა. გუშინ ჩვენების მიცემისას გიორგი გახარია ბევრ საკითხზე საკუთარ ტყუილშივე გაიხლართა, თუმცა ცალკე გამოსაყოფია მელიას დაკავება არ დაკავების საკითხში უცხოელების ჩარევაზე კითხვა და მისი დაბნეულობა. კითხვისგან რამდენჯერმე გაქცევის შემდეგ მან ჯერ ვერ გაიხსენა შეხვდა თუ არა რომელიმე ელჩს. შემდეგ გაიხსენა რომ შეხვდა, მაგრამ ვერ გაიხსენა რა საკითხზე. შემდეგ გაიხსენა რომ მელიას საკითხზე, მაგრამ ასე მითხრეს დასაჭერია და დაიჭირეო. ამ ბოლო ტყუილს ვინ დაიჯერებს, მაგრამ ამ ტყუილით ყოფილი ელჩი რომ დამატებით სკანდალში გახვია, ეს ცალკე საკითხია. მართლაც საწოდავის სანახავი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ერთ საკითხზე რამდენიმე წუთში სამჯერ იტყუება. თუ კი ვინმე ან რამეზე შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, როდესაც საუბრობს უხილავ ხელზე, უხილავ უჩინარ ადამიანზე, სწორედ აი ეს მოვისმინეთ მისგან ბოლო-ბოლო, რომ იყვნენ უცხოური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ მასზე და მის გადაწყვეტილების მიღებაზე. გიორგი გახარიამ თავის დროზე უღალატა რა საკუთარ გუნდს, უღალატა სამშობლოს, გაიზიარა და გაატარა უცხო ძალის ინტერესი და ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედა როგორც პრემიერ-მინისტრს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა არეულობაში და ქაოსში ჩამოვლიყო. სხდომაზე ყოფნის 6 საათიდან 4-20 ივნისის საქმეს დაეთმო, თუმცა გახარია აქაც ამტკიცებდა, რომ დეტალები არ ახსოვდა. ის რაც ვერ გაიხსენა კომისიის წევრებმა გაახსენეს. მათ შორის საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჩორჩანაში გახსნილი საგუშაგოც მოხვდა, რაც ყოფილ პრემიერს მიზანმიმართულ პროვოკაციად შეუფასეს. ამ კომისიის მიზანი არის არაფერი სხვა, გარდა იმისა, რომ ოცნებამ თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე. საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა, ჩვენი ტერიტორიების დაცვა, რუსული მცოცავი ოკუპაციის შეჩერება, ეს თქვენი აზრით იყო არასწორი ნაბიჯი? ეს იყო კარგად ნაფიქრი დავალების შესრულება, რომლის მიზანი იყო სამხედრო ესკალაცია. გახარია იქნა სრულად გაშიშვლებული, როგორც აგენტი და ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდია, შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე ეპიზოდი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მან მიზანმიმართულად გადადგა იმისკენ ნაბიჯი, რომ მომხდარიყო სამხედრო ესკალაცია და ამას გადაურჩით. მატონმა გახარიამ ალბათ 10 ჯერ უფრო ხშირად გამოიყენა სიტყვა, რომ არ მახსოვსო. იგი გამოიყურებოდა ძალიან დაბნეული. პირველი საკითხი, რომელიც იყო განხილვის საგანი, ეს იყო 20 ივნისის მოვლენები. აუხსნა ჩვენ საზოგადოებას მაგალითად, რატომ დააპირისპირა პოლიცია მოქალაქეებს და რატომ არ იდგა იქ რკინის ჯებირები. ასევე ვერ აუხსნა ჩვენს მოქალაქეებს, რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და წყლის ჭავლის მაგივრად რატომ გამოიყენა რეზინის ტყუები. გიორგი გახარია, რომელიც 2017-დან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის შემდეგ 2021 წლამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, თანამდებობიდან ნიკა მელიას გამო გადადგა და მალევე ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდა.